მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 7 ოქტომბრის სავსე მთვარეობაზე, რომელიც იმოძრავებს სასწორი ბერძის ღერძზე, აქ მთვარე მოძრაობს ბერძის ზოდიაქოს ნიშანში. ამავე დღეს ასევე აქტიური იქნება მერკურისა და პლუტონის კვადრატი და იუპიტერისა და ვენერას სექსტილი. ეს ტრანზიტი წარმოადგენს ძლიერ ემოციურ და მენტალურ კომბინაციას, რომელიც დაგვაყენებს გადაწყვეტილებების მიღების, ურთიერთობების გადახედვის და პიროვნული ძალის აღქმის წერტილზე. ეს ღერძი ეხება მე და ჩვენ საკითხს. ვერძი აქ მოითხოვს დამოუკიდებლობას, მოქმედებას და უშუალოდ მოქმედებით პრობლემების მოგვარებას. მაშინ როცა აქ სასწორი ფიქრობს პარტნიორობაზე, დიპლომატიაზე, ბალანსზე, რა არის ამისთვის საჭირო? საჭიროა მოძებნოთ აქ აუცილებლად ბალანსი ინდივიდუალურ სურვილებსა და პარტნიორულ პასუხისმგებლობებს შორის. მთლიანობაში რას ველოდებით ურთიერთობებში? აქ წამოწევს დაძაბულობასა და განთავისუფლების სურვილს, აქ დაფარული საკითხები გამოვა სინათლეზე, მაგრამ შესაძლებელია ჰარმონიის დაბრუნება თუ გულწრფელობა და სითბო მართავს აქ დიალოგს. გადაწყვეტილებები მოითხოვს აქ სიღრმისეულ გაანალიზებას, არ იჩქაროთ ამ პერიოდში. ეს სავსე მთვარეობა დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, სად ვიკავებთ საკუთარ სურვილებს სხვების კომფორტისთვის, ან პირიქით, როგორ ვეძალებით სხვებს საკუთარი სურვილების ასასრულებლად. შევეხები ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, პირველ რიგში ბერძები, აქ ძალიან ძლიერი ემოციური გააქტიურება შეიძლება იგრძნოთ, დაძაბულობა ურთიერთობებში, განსაკუთრებით პარტნიორულში. კარგი დროა დაფიქრებისთვის და ისე აქტიურობისთვის. მოერიდეთ აქ კონფლიქტურობას და ეგოისტურ ქმედებებს. კუროებისთვის აქ მომენტი, როცა ჯობს გაჩერდეთ და შიგნით ჩაიხედოთ. ფსიქოლოგიური გადაწვირთვის და ძველი სტრესების განთავისუფლების პერიოდია. ეცადეთ აქ ზედმეტად ფიზიკურ დაღლილობას აარიდოთ. წყობებისთვის მეგობრული კავშირების გადახედვის პერიოდია. ვინ გეხმარებათ რეალურად და ვინ უბრალოდ ნაცნობია ამ პერიოდში. ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი მიიღოთ გადაწყვეტილება კოლექტიურ ან პროექტებთან დაკავშირებით. კირჩხიბებისთვის თქვენთან კარიერული თემები იქნება გააქტიურებული, შესაძლოა გრძნობდეთ დაძაბულობას პირადსა და პროფესიულს შორის. აქ გაითვალისწინეთ, რომ ყველას ვერ ასიამოვნეთ და იფიქრეთ აუცილებლად საკუთარ პრიორიტეტებზე. ლომებისთვის სულიერი თუ ფსიქოლოგიური კითხვები წამოიწევს აქ თქვენთან. ზოგი ლომის გადაწყვეტ შეცვალოს სწავლა, პროფესია ან გადააფასოს მორალური ღირებულებები ამ პერიოდში. დროა გაერკვეთ, სად გსურთ დარჩეთ. ქალწულებისთვის ღრმა ემოციური თემა შეიძლება შეეხოს ფულს, მემკვიდრეობას, სექსუალურ ენერგიას ან ბუნდოვან დამოკიდებულებებს. დაფიქრდით აუცილებლად ამ პერიოდში, რისი მიტოვება გსურთ, რომ გაწმინდოთ საკუთარი გზა. სასწორებისთვის თქვენთან პირადი ურთიერთობების მწვერვალია, ვინ არის თქვენს გვერდით და რატომ. სავსე მთვარეობა ნათელს მოვფენს ამ პერიოდში დინამიკას თქვენს ურთიერთობებში. შეეცადეთ იყოთ გულწრფელები ამ პერიოდში. მორიელებისთვის შესაძლოა მოგიწიოთ მეტი ყურადღება სამუშაოსა და ჯანმრთელობაზე. დაძაბულობა შეიძლება წამოვიდეს მოულოდნელად თქვენს რუტინულ ყოველდღიურ საკითხებში, საჭიროა გადატვირთვა ამ პერიოდში, ჯანსაღი რეჟიმი და ემოციური დაბალანსება. შულთოსნებისთვის აქ სიყვარული, ბავშვების შემოქმედება, აქ იქნება მთავარი ფოკუსი ამაზე. თუ იგრძნობთ ემოციურ აფეთქებას ამ სფეროში, შეეცადეთ არ გადააჭარბოთ და აუცილებლად ნახეთ რეალური სურათი, სად რა ხდება და ბალანსი დაიცავით. თხის რქებისთვის ოჯახური თემები იქნება თქვენთან აქტიური, შეიძლება შეეხოს სახლს, მშობლებს ან ფესვებთან დაკავშირებულ საკითხებს, როა გაიაზროთ რა გჭირდებათ სტაბილურობისთვის ამ პერიოდში. მერწყულებისთვის აქ ინფორმაცია, იდეები, ურთიერთობები, დაძმასთან ურთიერთობები, ახლო გარემოსთან, ეს იქნება აქტუალური. შეიძლება მოულოდნელად ნაცელი გახდეს ის, რაც ადრე მაგალითად ბუნდოვანი იყო. თევზებისთვის ფინანსური საკითხების გადახედვის პერიოდია, საკუთარი რესურსების მართვა, საკუთრების ან შემოსავლების თემა. კარგი დროა გააცნობიეროთ, რა შიდებთ ენერგიას და რა გაღიზიანებთ და რა არ გინდა დარჩეს თქვენთან.